შეურაცხყოფასაც დაბლა ძალიან ჩვეულებრივად ვიღებ უტვინაშვილი ძახიან საერთოდ არ ამწყის მეგობრებო გააგზავნეთ განმავლობაში ჩემთვის რომ შეურაცხყოფა მოუხენებიათ იმდენი ნეტარ ღმერთმა აგაშორებს ყველას მაგრამ მე აქ ვზივარ და მაინც ჩემს საქმეს საკეთებელს ვაკეთებ ბატონ გიორგის მივთეს საშუალება აგვიხსნას რატომ ვერ გაცდა ეს პარტია 3% მაინტერესებს მე მაინტერესებს ბატონო მოკლედ გეტყვით, მოკლედ ვერა, უბრალოდ უნდა ახსენეთ, ბატონო გიორგი. ბატონო, თანმიმდევრულად. მოკლედ შექმნის დღიდან ომი რომ იწყებოდა, იმ დღიდან როცა დაიწყო ამ ორგანიზაციამ მუშაობა და შეიქმნა, იმ წუთიდან რა თქმა უნდა, ყავდა სპონსორები, ადგილობრივი, ქართველი, მცირე ბიზნესმენები, რომლებსაც პირველი დარტყმა რაც კონსერვატორებს გაუკეთეს, იყო ის, რომ სპეცსამსახურები დაადგნენ და ძალიან მკაცრად გააფრთხილეს, რომ ბოლომდე გააკოტრებდნენ თუ არ შეწყვეტდნენ ამ ორგანიზაციის დაფინანსებას. ამისი პირდაპირი მაგალითი ყავს კონსტანტინე მორგოშია, რომელსაც უმძიმესი ბიზნეს პრობლემები შეუქმნეს, ფაქტიურად გაუჩერეს სრულად ბიზნესი კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც იყო მთავარი ერთ-ერთი, ოღონდ არ იყო ერთ-ერთი სპონსორი იყო და მთავარი სპონსორი იყო ორგანიზაციის და ტელევიზიის. ბოლოს გაუჩერეს მთლიანად. შემდეგ იწყება ტელევიზიის დაბლოკვა, Facebook-ზე, YouTube-ზე. ხან დღეში ორჯერ ხდებოდა Facebook და YouTube გვერდების გაუქმება. ალბათონო სოფო და მემართავ მაყურებელს კიდევ. შემდეგ ტელევიზია სილკნეტი, რომელიც დაახლოებით 60%-ს ფარავს საქართველოს ტერიტორიის. დღემდე ვიხდით სილკნეტის გადასახადს გვახტევინებს სახელმწიფო, მაგრამ 2 წელზე მეტია უკვე სილკნეტიდან გათიშულები ვართ. სილკნეტი არ გვიშვებს, როცა მივმართეთ სილკნეტს გვიტყრეს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი და გაასწორებდნენ, ეს ტექნიკური ხარვეზის გასწორება უკვე 2 წელზე თითქმის მესამე წელი ხდება არ გამოსწორდა, როცა მივმართეთ რეგულაციის იმას, ამ სატელევიზიო იმას, გვიტყრეს, რომ ეს აუცილებლად გასწორდებოდა, მაგრამ თქვენს ხედავთ აგერ რამ თითქმის 3 წელია არაფერი სწორდება. შემდეგ იწყება ისევ დაბლოკები, ფინანსური ჩაჭრა, ხდება ზურა მახარაძის დაჭერა და შემდეგ გამოშვება, რითაც ფაქტიურად ცდილობდნენ პარტიის დისკრედიტაციას, ხდება ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ჩვენ რუსეთიდან, პუტინიდან ფინანსდებოდით, პლუს ამას ქვედა დინებებში რაც არის ეს პროპაგანდისტული ტროლბოტების მანქანა მუშაობდა, რომ ეს იყო იძა ივანიშვილის შექმნილი პოლიტიკური ძალა, ამითაც ცდილობდნენ დისკრედიტაციას, შემდეგ ხდება ერთი პარტიის გაუქმება, შემდეგ ხდება მეორე პარტიის გაუქმება, რომელსაც პირდაპირ გეტყვით, რომ პირდაპირ მოხდა კონსტიტუციის დარღვევა, ალბათონო სოფო, ამაზე სახალხო დამცველობაც პირდაპირ დოკუმენტაცია დადო და გაახმოვანა, იმიტომ რომ პარტიის გაუქმების უფლება მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს და ქართულმა ოცნებამ ორჯერ გაგვიუქმა პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე. ნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გარეშე გაგვიუქმა და ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა. ამისი უფლება არავის არ ქონდა. ეს იყო კიდევ დარტყმები, ხო? დღემდე ჩვენ არავინ არ გვიწევს კონსერვატორების ლიდერებს არავინ არ იწევს, არც კი ახსენებენ სახელმწიფოსგან კონტროლირებად ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ ტელევიზიებში, იმედია, პოსტივი თუ საზოგადოებრივი არხი და სხვა და სხვა. ხო, სახელმწიფოსგან კონტროლირებად ტელევიზიებზე. ხედავთ, ხო, რა ხდება? დებატებს აწყობენ ვითომ და თავისი წიაღიდან გამოყვანილ ხალხს, თავისი შექმნილი ფსევდო ოპოზიციისგან ოპოზიციასთან ჯდებიან და მათთან ვითომ დებატობენ რაღაცა, აი აბსურდის თეატრს აყურებინებენ ხალხს. რეალურ ნამდვილ ოპოზიციონერთან არ ჯდებიან დებატებში. ვითომ ეს
კონსერვატორებმა მრავალჯერ გამოაცხადეს, რომ მზად არიან დაჟნენ დებატებში. ორი სიტყვით ვასრულებ, ბატონო ბადრი. და არჩევნების წინ, ქალბატონო სოფო, ამას მე გეუბნებით, აი შემიძლია ხატზე დავიფიცო. ჩემს ძალიან ახლობლებთანაც კი მივიდნენ და ეს არის ფაქტი, ამას სხვათა შორის ოცნების აქტივიც დაგიდასტურებთ. ორივე არჩევნებზე 200 ლარად, 300 ლარად ყიდულობდნენ ერთი დღით პირადობებს ხალხისგან, რო იცოდეთ, საპარლამენტო არჩევნებზეც და თვითმმართველობის არჩევნებზეც აი ეს არის დადასტურებული ფაქტი. ყიდულობდნენ პირადობებს და აი ამ პირადობებს იყენებდნენ სათავისოდ და პოტენციურად იმ ადამიანებისგან, ვისგანაც იმედი არ ჰქონდათ, რომ ქართულ ოცნებას მისცემდნენ ხმას. ფულის სანაცვლოდ გააკეთეს, ზოგი დაშინების სანაცვლოდ. და აი ასე ვერასოდეს თუ ასე მოექცევი ნებისმიერ პარტიას, სამაგიეროდ სხვა პარტიებს მისცეს სრული კარბლანში. გამიგეთ, ჩემს ძალიან შინაურებს ოჯახის უახლოეს ადამიანებთანაც კი მივიდნენ. ამას გეუბნებით აბსოლუტურ სიმართლეს და არანაირი აქ რაღაც პოლიტიკური ინტერესი არ არის. გიორგი, მოგისმინეთ ბოლომდე, აი მიდაეთი. სოფო, ჩართვა მინდა. ნახე, ბატონი გიორგი არის კონსერვატორების საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ამ პარტიისა. ეხლა უყურეთ თქვენ. მე ეს რაც ბატონმა გიორგიმ გაანაცხადა, ეს მესმოდა და მეც შემეძლო მეთქვა, მაგრამ მირჩევნია რომ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის აქტივმა ისაუბროს ამ თემაზე და არა მე, არა პარტიულმა ადამიანმა, რომელიც სტრიმერი ვარ, კი მომხრე ვარ ამ პარტიის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უფლება მაქვს მათი ინტერესები, როდესაც ბატონო გიორგი სტრიმზეა, მე მას წინ გავუსწრო და ვისაუბრო ის სათქმელი ვთქვა, რაც უნდა თქვას ბატონმა გიორგიმ. აი ეს მინდოდა მხოლოდ დამეფიქსირებინა ეს აზრი. გიორგი, აი გაგცემთ პასუხს, მე მოვისმინე თქვენი, რა თქმა უნდა, თქვენი უფლებების შეზღუდვა არის ყველანაირად, იმის მიუხედავად, რომ მე რუსეთუმეს ძალიან ძნელად ვეძახი ადამიანს და საერთოდ არ მომწონს ეგ ტერმინი, სამწუხაროდ ვიცი ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრი თქვენ პარტიასთან დაკავშირებით. თუ ამ გაუქმებასაც თავს თავანებებთ. ანუ ქართველი ხალხის აგრესიას იწვევს თქვენი პარტიის ლიდერების რამდენიმე გამონათქვამი. და მეცაც გეტყვით. სულ 24-ის და 10, მაგალითად რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ყველაზე დამხმელი. ხო და არასწორია. ფათაშორის ოცნების პროპაგანდამ ზუსტად არასწორად გაავრცელა ის რა კონტექსტში იყო ნათქვამი. არა. პირადად მაქვს მოსმენილი თქვენი პარტიის ლიდერებისგან. რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიებზე, მათ შორის საჭარაში. არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე? არსებობს. რუსული ბაზა. არსებობს. ხო, ამას ჩვენ ხო ვერ გავიყვანთ ძალით. ამიტომ ამის სანაცვლოდ ის მაინც დგას, ნახეთ, ის მაინც დგას. ამის სანაცვლოდ ჩვენ რო რუსეთს ვევაჭროთ, რო კარგი გიდგას ბაზები. იდგეს ბაზები, მაგრამ მოდი მე ამის სანაცვლოდ საშუალება მომეცი და რომ ვივაჭრო მასთან იმაზე, რა ქვია, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. უარყოფით განწყობას უნდა ახდენდეს? არა, ხო? ის ბაზები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში თქვენმა კი არა და პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბაზები მათ შორის უნდა იდგეს აჭარაში, თუ არ ვცდები კახეთში. რა, აქ იყო ჩანაცვლებაზე. რა შეეხება ამ ბაზებს, ჩვენ იმაზე, ანუ ეს ხო არის ქართული ხალხის ოცნება, თუმცა ძნელად მისაღწევი, რომ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ბაზები აღარ არსებობდეს მაგ ტერიტორიებზე. ნახეთ, სოფო. ეგ სურვილი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და გეთანხმებით, მაგრამ ეგ არის მხოლოდ სურვილი.
ჩვენ მოდი სურვილებიდან ხომ უნდა გამოვიდეთ არა ანუ დიახ მაგრამ თუ იმას დავუმეტებ კიდე რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა იყოს ბაზები მაშინ გამოდის რომ სრულიად რუსეთს უბარდებით ხო ეგრეა ნახეთ არა 2004-5 წლებში მაგალითად სააკაშვილის რეჟიმი რომ დამყარდა ჯერისევ რეჟიმი რომ არ იყო რაღაც ერთი შეხედვით სწორ გზებს თითქოს სწორ მიმართულებას იღებდა მოჩვენებით რა თქმა უნდა ასეთი შეთანხმება იყო რუსეთთან რომ ერთობლივი ანტიტერორისტული ბაზა უნდა განთავსებულიყო აჭარაში კერძოდ გონიოში ერთობლივი ქართულ-რუსული ანუ ეს იყო მიმართული თურქული გავლენების დაზვერვის და სპეცსამსახურების წინააღმდეგ ანუ ბლოკის და დაბლოკვის საშუალება რომელიც ფაქტიურად როგორც ჩვენ აი ნახეთ ახლა აჭარაში რა სიტუაცია გვაქვს და ზოგადად ქვეყანაში თურქული გავლენები რამდენად ძლიერია სპეცსამსახურების ასევე რუსეთისთვის ჩრდილო კავკასიაში არ შექმნილიყო საფრთხე შემდეგ 2006 წლებში მიშა სააკაშვილმა ამერიკის დავალებით ჯორჯ ბუშის პირდაპირ ჯორჯ ბუშის დავალებით ეს საკითხი რომელიც უკვე შეთანხმებული იყო და გაფორმებული დაბლოკა რასაც შემდეგ მოყვა აგრესიული ურთიერთობები სააკაშვილსა და რუსეთს შორის პუტინს შორის ნახეთ რა ხდება თუ ეს ერთობლივი ანტიტერორისტული ბაზა ჩვენ გაგვიხსნის გზას აფხაზეთში და სამაჩაბლოში დასაბრუნებლად და რუსეთს მივიყვანთ და შევძლებთ ამ ვაჭრობაში იმას რომ რუსეთმა ეს ორივე ტერიტორია საქართველოს იურისდიქციაში აღიაროს როგორ ფიქრობთ არ გვიღირს მე ვფიქრობ რომ არ გვიღირს არა სტოპო ესეთი ეხლა საქართველოს გაერთიანება თუ არ გიღირთ საქართველოს გაერთიანება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ანუ ოკუპაციის ისედაც ხართ ოკუპირებული ისედაც საქართველოს ქალბატონო სოფო დგას უკვე ეს ჯარი ისედაც დგას საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გავიგე მაგრამ ხო დგას შენს ქვეყანაში ეს ხო საქართველოა ანუ რას ვამბობთ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარ არის საქართველო სამწუხაროდ დროებით ოკუპირებულია გავიგე მაგრამ ხო საქართველოა საქართველოა რა თქმა უნდა საქართველოა დგას ორი ბაზა დიახ ერთობლივი ბაზა მე ვამბობ არა რუსულ ბაზას გეუბნებით ერთობლივი ანტიტერორისტული ბაზა რომ გაკეთდეს ერთობლივი ქართულ რუსული ბაზა რომელიც ასევე საქართველოს სჭირდება თურქული შესაძლებელია როდისმე იყოს ამისი ეს ხო არ არის შეუძლებელია რა მით უმეტეს თურქული ამბიციები კარგად ვიცით ყველამ თურქეთისგან დაზღვევაც იქნება თვითონ საქართველოსი თუ ერთობლივი იქნება აი ხაზს უსვამ რომ კარგად გასაგები იყოს ერთობლივი ქართულ რუსული ბაზა და ამის სანაცვლოდ ჩვენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს თუ ჩვენს იურისდიქციაში მოვაქცევთ არ გვიღირს რას მეუბნებით მე ვფიქრობ რომ არ გვიღირს თქვენ ფიქრობთ რომ გიღირთ და სამწუხაროდ და საბედნიეროდ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ გიჭერთ მხარს მაგის გამო ერთი რამე დავამატო ამ თემას ნახეთ აი სოფომ თქვა და იქვევითაც ბევრი დაიწერა იმაზე რომ 2%-იანი 3%-იანი და ბატონო გიორგიმ ახსნა რატო რახელით შემშლელი პირობებში უწევდა ამ პოლიტიკურ ძალას მოღვაწეობა თუ აი ჭიდაობა ხმალაობა და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე რატო ვერ დადო ის შედეგი რომელიც რეალურად უნდა დამდგარიყო მე ისიც კარგად ვიცი რომ ბათილი ბიულეტენებით წელს კი არა შარშან ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე იმდენი ბათილი ბიულეტენები ამოვიდა კონსერვატორების რომ არ ვიცი მე რა იქ ოღონდ არ შესულიყვნენ აი ამაშია პრობლემა სოფუღურე თუ შეგინდა რომ სიმართლე გაიგოს ხალხმა და არჩევანი გააკეთოს მერე უკვე ქართული ოცნების მხარდამჭერია ნაცების მხარდამჭერია გირჩის მხარდამჭერია თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერია და ამ დროს